საკონსტიტუციო ცვლილებებზე ახალი მემარჯვენეების ლიდერმა პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში ისაუბრა. დავით გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი იყო და საზოგადოების დაკვეთა ასეთი ცვლილებები არ ყოფილა. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას ხელისუფლების ინტერესები განსაზღვრავდა. დღეს ხორციელდება ქვეყანაში რევოლუციური ცვლილება, სრულიად ახალ მოდელზე სახელისუფლო მოწყობისა გადავდივართ და ეს ხდება პრაქტიკულად ერთი პარტიის მხრიდან. დღეს პარლამენტი ალბათ კენს უყურის ინიციირებას საერთო სახალხო განხილვისა აგვისტოს თვეში. ჟურნალისტები ხართ და გესმით, რას ნიშნავს აგვისტოს თვეში, რომელიც ყველა ქვეყანაში პოლიტიკურად მკვდარია, საერთო სახალხო განხილვის ჩატარება და პრაქტიკულად 20 აგვისტოს ამ პროცესის დასრულება. მე არ მგონია, რომ აგვისტო იყო საუკეთესო პერიოდი საერთო სახალხო განხილვისთვის და სექტემბერში კონსტიტუციის უკვე მიღება და დასრულება ამ პროცესზე. კონსტიტუციის პროექტის შეფასებით დაიწყო საუბარი პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში ირაკლი მელაშვილმაც. მისი თქმით, კონსტიტუციის შეცვლა ხელისუფლების ცვლილების გარანტი არ არის. ამით არც ქვეყანაში არსებული სახელმწიფო მოწყობის პრობლემა მოგვარდება, რადგან როგორც თავად ამბობს, კონსტიტუციის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თავი თვითმმართველობა ძველი ვერსიიდან უცვლელად აიღეს. ირაკლი მელაშვილმა თენგიზ შარმანაშვილის ბრალდებებსაც უპასუხა. მისი თქმით, აზრის სისწორეს ხალხის სიმრავლე არ განსაზღვრავს. შესაბამისად, მიუღებელია შარმანაშვილის ბრალდებები მის შესახებ, რომ ოპოზიცია კომისიის მუშაობაში ჩართული არ ყოფილა. ამ საკითხის გარდა მელაშვილმა ეროვნული ფორუმის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოს კონსტიტუცია იყოს ნორმალური, რასაც ვერ ვიტყვი იმ კონსტიტუციაზე, რომელიც ბატონმა დემეტრაშვილმა და მისმა კომპანიამ შეიტანა. დღეს გადასცეს მე მგონი პრეზიდენტს და ამ დღეებში გადასცემენ პარლამენტს, იმიტომ რომ ჩემთვის ეს კონსტიტუცია არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, როგორ არ უნდა იქცეოდეს პროფესიონალი, როგორ არ უნდა იქცეოდნენ პროფესიონალები, იმიტომ რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შეხებული აქვს ერთადერთ ნაწილს, ეს არის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის უფლებამოსილეობები და ეს გადაკეთებულია ზუსტად ისე, როგორც უნდა სააკაშვილს. ბატონი შარმანაშვილი იქნება, ბატონი დემეტრაშვილი, როდესაც ასეთ ნიანგის რემლებს ღურიან, რომ რატო სხვამ არ მიიღო მონაწილეობა. მე მაგ ერთადერთი კითხვა, ვინც იღებდა მონაწილეობას, იმათი, რომელიც შენიშვნა იქნა გათვალისწინებული და არც ერთი. ანუ ისინი არიან ჭკვიანები, დანარჩენები, ვინც ისხდნენ იქ და ოპონირებას უწევდა, ყველა სულელია? კაცი გამოდის და ამბობს, რომ აიო, ცოტანი იყვნენ წარმოდგენილი და იმიტომ საკუთარი აზრი ვერ გაიტანეს. დავამთავროთ ხალხმა კონსტიტუციურ პროცესზე ლაპარაკი და იმ პროცესზე, რასაც ბატონები შარმანაშვილი და დემეტრაშვილი საუბრობდნენ, ეს არ არის საკონსტიტუციო პროცესი. ჟურნალისტების შეკითხვებს პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში პასუხობდა საკონსტიტუციო კომისიის მდივანის თერგის შარმანაშვილმა მუშაობაში ეჯამა და აღნიშნა, რომ პროექტი დასრულებული სახით უკვე პრეზიდენტს გადაეცა და კომისიის წევრები ახლა მის შეფასებებს ელიან. შარმანაშვილმა პროცესის სირთულეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქორუმი ხშირად არ იკრიბებოდა. მისი თქმით, არასამთავრობო სპექტრის და პოლიტიკოსებიც მხოლოდ პროექტის ბოლო ეტაპზე გააქტიურდნენ. მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებიც კომისიას სისწრაფისთვის საყვედურობენ, პროცესში არ მონაწილეობდნენ და ხელისუფლებასთან ოპონირება მხოლოდ მას და ავთანდილ დემეტრაშვილს უწევდათ. თენგიზ შარმანაშვილმა მოქმედ კონსტიტუციას უვარგისი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი პროექტი უახლოეს მომავალში ამოქმედდება. ეს პრაქტიკულად იმდენად არის მიახლოვებული საპარლამენტო მოდელთან, რომ მეორე ჩვენი მეგობარი პირდაპირ საპარლამენტო მოდელსაც კი უწოდებს ამას. მეცაც გეტყვით, ასეთი განწყობა იყო საზოგადოებაში, ნებისმიერ ფენაში. მე მინდა გითხრათ, რომ ლეიბორისტებმა შემოიტანეს ჩვენთან პროექტი, რომელიც ასევე საპარლამენტო რესპუბლიკას გულისხმობს. თავისი მოსაზრებები შემოიტანა ეროვნულმა საბჭომას მაშინ, რაც ძალიან გაგვიკვირდა, იმიტომ რომ მანამდე ბანდიტებს გვეძახდნენ და მე რატომღაც ბანდიტებთან პროექტი მოვიტანეს. ვიხდენ, რომ ბანდიტები არ ვიყავით და სერიოზულად ვშოვდით, ალბათ. იქაც საპარლამენტო მოდელზე იყო საუბარი. მე მინდა რომ შემდეგი არჩევნების პოლიტიკური სივრცე იყოს ისეთი, სადაც ეს კონსტიტუცია უკვე იმუშავებს. ეხლა ეს ყოველდღე წარმოუდგენლად მიმაჩნია, ვთქვათ, ესეთი განცხადებები. ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ იქით არჩევნების შემდეგ ვინმე არ იტყვის კიდევ, რომ ესეც გაყალბებული არჩევნებია და მოდი ესეც არალეგიტიმურად გამოვაცხადოთ. ეხლა უნდა შენიღვა თავისი უდიდესი შეცდომის. კიდევ ამბობ, მე ნიშნის მოგებით არ ვლაპარაკობ, დიდი მწუხარებით ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ისინი 13 პოლიტიკური ორგანიზაცია ჩვენთან კომისიაში რო ყოფილიყო, გაცილებით უკეთესი პროექტი გვექნებოდა დღეს ჩვენ. იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, 2-3 კაცს გვიწევდა ხელისუფლებასთან ოპონირება მთელ კომისიაში. ფაქტიურად 2 კაცს გვიწევდა. და როცა ეს ვიქნებოდა 13-14 აბსოლუტურად სხვა შედეგები იქნებოდა.
კონსტიტუციის ახალი რედაქცია პრეზიდენტმა დღეს მიიღო. ახალი რედაქციის საბოლოო ვარიანტი გუშინ 44 ხმით 3-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. მას შემდეგ, რაც პროექტს პრეზიდენტი გაეცნობა, განსახილველად ის საკანონმდებლო ორგანოში შევა. კონსტიტუციაში ცვლილებები საბოლოოდ სწორედ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა მანამდე პროექტის შესახებ საზოგადოებრივი საჯარო განხილვის კომისია იმსჯელებს. საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ, თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ლევან რამიშვილმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა. კრიტიკოსთა მთავარი არგუმენტი ქვეყნის მთავარი კანონის დაჩქარებული ტემპით მიღება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ახალი კონსტიტუციის მიხედვით არა პარლამენტის, არამედ მთავრობის როლი იზრდება და აღმასრულებელი ხელისუფლების ნებართვის გარეშე საკანონმდებლო ორგანო ბევრი საკითხის გადაჭრისას იზღუდება. პრეზიდენტის ინსტიტუტი შეიზღუდება, მისი ძირითადი ძალაუფლება გადაეცემა პარლამენტს და პარლამენტის მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობას. კონსტიტუციის გადასინჯვა უფრო ძნელი გახდება, უფრო სტაბილური იქნება კონსტიტუციური კანონიერება. კონსტიტუციური პროექტი, რომელიც უკვე დადებითად არის შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, ვფიქრობ, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი უფრო დაბალანსებული ევროპული კონსტიტუციებისგან. ეს არის დაბალანსებული აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, უფრო გაძლიერებული მოსამართლეთა დაცვის გარანტიებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად არის განსაზღვრული როგორც პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის კომპეტენცია. ეს არის ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელშიც გათვალისწინებული ევროპული სტანდარტები, აქ პარლამენტი არის ძირითადი მოქმედი პირი. ამდენად, რა თქმა უნდა, დემოკრატიის პრობლემები საქართველოში იარსებებს, პოლიტიკური პრობლემები იარსებებს, მაგრამ ამ პრობლემებს ყოველ შემთხვევაში დემოკრატიის დეფიციტს არ ექნება საფუძველი კონსტიტუციაში. არის პოზიტიური ცვლილებები, თუმცა ვფიქრობ, რომ კომისიას გაცილებით უფრო მეტი გაკეთება შეეძლო. ვინაიდან ეს პროცესი დაწყებული იყო, შესაბამისად შესაძლებელი იყო ამ საშუალების ან შანსის გამოყენება და მართლაც გამართული კონსტიტუციის მიღება. ქართული დასი აკენებდა პრინციპულად მოთხოვნას, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და გენერალური პროკურორის კანდიდატურა წარედგინა ოპოზიციას, საპარლამენტო ოპოზიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე უარი თქვენს, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ წინააღმდეგი წავედი. მოქმედი პარლამენტის საკონსტიტუციო მოდელის მისაღებად ყველაზე ლეგიტიმურია. ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას. განცხადება მან გუშინ ქუთაისში გააკეთა. სააკაშვილის საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს იწონებს. მისი თქმით, ოპოზიცია ყოველი წაგებული არჩევნების შემდეგ ახალ არჩევნებს ითხოვს, თუმცა ცალკეული ოპოზიციური ძალების მცდელობების მიუხედავად არჩევნების შესაბამის ვადებში ჩატარდება. მან ისიც აღნიშნა, რომ კომისია იმ მოდელს მიიღებს, რომელიც ევროპის საბჭომ და გერმანიაში გამართულმა საერთაშორისო კონფერენციამ მოიწონა. საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული უმრავლესობით ოპოზიციის მიერ მოამზადა ახალი კონსტიტუციის პროექტი და ჩემი ამბიცია და 2004 წელს, როცა ჩვენ მივიღეთ ეს კონსტიტუცია, რომლითაც პრეზიდენტი არ გაძლიერებულა, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრის პოსტი შემოვიდა და ძალაუფლება გაყოფილიყო პრეზიდენტს და პრემიერს შორის, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლება ზოგადად შედარებით გაძლიერდა. და მაშინ უკვე ვთქვი მე, რომ რამდენიმე წელიწად ჩვენ გადავალთ ევროპული ტიპის კონსტიტუციაზე. ეს გამოაცხადეს საჯაროდაც, ეს უთხარი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს, ევროპის საბჭოს კომისია, რომელიც არის სწორედ კონსტიტუციებზე მუშაობს და მე მინდა გითხრათ, რომ სპეციალურად არ შევსულ არსებით განხილვაში ამ საკონსტიტუციო მოდელის არც ერთ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარესთან, არც კომისიის წევრებთან, სწორედ იმიტომ, რომ მინდოდა, რომ რასაც ისინი დაწერდნენ, ეს ყოფილიყო განხილვის საგანი. ახლა კომისია რაღაც პროექტს დადებს ალბათ და ეს პროექტი, რამდენად ვიცი, წინასწარი ვარიანტი მოწონებული იქნა ევროპის საბჭოს მიერ, მოწონებული იქნა ძალიან ავტორიტეტული გერმანიაში გამართული, მაგრამ საერთაშორისო და არაგერმანული კონფერენციის მიერ. საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია შეხვედრებს განაგრძობს. კომისიის წევრებსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს ძირითადად ბუნების დაცვასთან დაკავშირებული მუხლები აინტერესებდათ. საზოგადოებრივი კომისიის წევრებმა რეკომენდაციები მიიღეს და მათი ალტერნატიულ კონსტიტუციაში გათვალისწინების პირობაც დადეს. დღეს ვართ მოწვეული საქართველოს მწვანეებთან, რომ განვიხილოთ ჩვენი კონცეფცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი ხანგრძლივი სამუშაო და პერიოდულად ასეთ შეხვედრები გაიმართება და ის, რა თქმა უნდა, ხელშეუწყობს იმას, რომ მთლიანად ქვეყანა და საზოგადოება ჩაერთოს კონსტიტუციის საკითხების განხილვაში. ჩვენ გვაინტერესებს გარემოს დაცვითი მუხლები, რომელიც არსებობს კონსტიტუციაში, ეს არის 37 მუხლი. რა შეიძლება მასში შეიტანოს, რა ცვლილებები გვინდა, ჩვენ კონკრეტული წინადადებები, რაც ეხება მდგრადი განვითარების პრინციპების გაძლიერებას ამ მუხლში.